რუსეთი და ევროპა ამ დღეებში ატარებენ დახურულ მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, თავად უკრაინის მონაწილეობის გარეშე. დღეს 5 აგვისტოს. Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია რუსეთისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის საიდუმლო შეხვედრის შესახებ, რომელიც მშვიდობის საკითხის განხილვას მიეძღვნა და ამ მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინა არ იმყოფებოდა. იმავე დღეს, როგორც იცით, ევროკავშირმა ოფიციალურად შეწყვიტა დროებითი დაცვის მინიჭება ახლად ჩამოსულ უკრაინელ სამხედრო ვალდებულ პირებს. გერმანიის ლაიფციგის აეროპორტში კი და ეს დრონი არ აფეთქდა მხოლოდ იმიტომ, რომ დეტონატორი ცოტა მოშორდა. ამ გამოშვებაში ჩვენ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. რა შეხვედრებს მართავენ ევროპელები და რუსები? და რატომ ხდება ეს უკრაინის მონაწილეობის გარეშე? როგორ ეხმარება ევროპა ერთი მხრივ უკრაინას ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ამავე დროს ზღუდავს უკრაინელების დაცვას ევროპაში? და როგორ დაუბრუნდა რუსეთი კვლავ სამხედრო? მოკლედ დავიწყოთ, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ახლა შეამოწმეთ გთხოვთ ამ ვიდეოს ქვეშ გამოწერილი ხარ თუ არა ამ არხზე. რადგან ბევრი ადამიანი უყურებს ჩემს გამოშვებებს გამოწერის გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულამდე. ამიტომ მადლობელი ვიქნებით თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მაშასე, დღეს 5 აგვისტოს, მას შემდეგ რაც კიევი და კიევის ოლქი მძიმე რუსული დაბომბვის შემდეგ თავს იკრებდნენ, გახდა ცნობილი, რომ ევროპელები და რუსები უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილავენ საკითხს, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. Bloomberg-ის სააგენტოს მონაცემებით, წინა დღეს გაიმართა რუსეთისა და ევროპის წარმომადგენლების საიდუმლო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა მოლაპარაკებებს მშვიდობაზე უკრაინის მონაწილეობის გარეშე. და უნდა თქვა, რომ ეს შეხვედრა კვლავ გაიმართა. ანუ ეს პირველი შეხვედრა არ არის, ცოტა მოგვიანებით აგიხსნით რატო. თავად ის ფაქტი, რომ მხარე, რომელიც უშუალოდ თავის ტერიტორიაზე აწარმოებს ომს, არ იმყოფება მოლაპარაკებების მაგიდასთან ამ ომის დასრულების საკითხზე, ეს ფაქტი იმსახურებს ყურადღებას და უამრავ კითხვას ევროპელების მიმართ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ განმარტო. დახურული წინასწარი დიპლომატიური კონტაქტები ქვეყნებს შორის რეგულარულად ხდება ხანგრძლივ კონფლიქტებში. და ასეთი ყოველი კონტაქტი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ რაიმე შეთქმულება უკვე დასრულებულია. ეს არის ეგრეთ წოდებული მეორე და მესამე ტრეკის დიპლომატია. საიდუმლო სწორედ ამ შეხვედრისა და ის, რომ ამის შესახებ ცნობილი გახდა პრესაში გაჟონვის გზით და არა რომელიმე მონაწილე მხარის ოფიციალური განცხადებით. ეს თავისთავად უკვე ბევრს ამბობს. მაგრამ ისევაც იჩქარებ თავზე ნაცრის დაკრას. აგიხსნით რატო. როგორც გახდა ცნობილი, გასულ თვეში ევროპულმა ქვეყნებმა კიდევ ერთი საიდუმლო შეხვედრა გამართეს. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხს. Bloomberg-ის ინფორმაციით ამ მოლაპარაკებებს ევროპის მხრიდან შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. კერძოდ იქ იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ტიმ ბარო, გერმანიის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მარკუს ედერერი და გამოცდილი ფრანგი დიპლომატი პიერ ვიმონი. ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრას კრემლის მხრიდან, გამოცემის წყაროები არ ასახელებენ, მაგრამ აქ მოვიყვან Bloomberg-ის ციტატას, რომ ამ საკითხზე ზედმეტი პანიკა არ იყოს. ციტატა. ხშირად ყოფილი ჩინოვნიკები და ანალიტიკური ცენტრები მონაწილეობენ არაოფიციალურ დიპლომატიურ მცდელობებში. მთავრობის ფარგლებს არ ცდებიან, რათა შეისწავლონ რთული საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის პოტენციური გზები. ასეთი შეხვედრები უმეტეს შემთხვევაში კერძო ინიციატივებია, არ აქვთ ოფიციალური მანდატი და ტარდება ექსპერტულ დისკუსიების ფორმატში. ესე წოდებული მეორე პლანის შეხვედრები ან მეორე ტრეკის დიპლომატიის შეხვედრები მიზნად ისახავს იდეების გაცვლას, რომლებიც შემდგომ შეიძლება გადაეცეს სამთავრობო არხებით. აღნიშნავ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი გახდა ევროპელი ლიდერებისა და რუსი წარმომადგენლების მონაწილეობით საიდუმლო მოლაპარაკებების ჩატარების შესახებ. კერძოდ ივლისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში გაიმართა გერმანიისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების შეხვედრა. ალიევის თქმით, შეხვედრის თემაც უკრაინაში ომის შეწყვეტა იყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამ ინფორმაციაზე რეაგირებისას განაცხადეს, რომ მსგავსი შეხვედრები ომის დასრულებისთვის თითქმის ნულოვან მნიშვნელობას ატარებს. ასე რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. უკრაინის ზურგს უკან მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ფაქტობრივად, თუ კარგად დავფიქრდებით, მეორე ან თუნდაც მესამე დონის დიპლომატია ჩვეულებრივი მოსაზრებების გაცვლა. ეს იგივეა როგორც ყოფილი ჩინოვნიკები, ან თუნდაც ჩვენ თქვენთან ერთად დავსხდეთ და ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ შეიძლება მივიდეთ გადაწყვეტილებამდე. ანუ ჰიპოთეტურად ვთავაზობთ სხვადასხვა ვარიანტებს, იდეებს, მსჯელობთ მათზე, უარყოფთ, ახლის შეთავაზება და ასე შემდეგ. ეს ერთგვარი დისკუსიის კლუბია თუ გნებოთ. მაგრამ მაინც არსებობს რისკი, რომ ამ დისკუსიის კლუბიდან ინფორმაცია მართლაც ავა ოფიციალური მთავრობების დონეზე. ფაქტობრივად, როგორც წესი, სწორედ ასეთი მეორე დონის დიპლომატია გამოიყენება იმისთვის, რომ განიხილონ გარკვეული სენსიტიური, არაპოპულარული პრობლემის გადაჭრის ვარიანტები. და თუ რამე არასწორად წავა, თქვან რომ აი ოფიციალურად ეს საკითხი არც კი დაყენებული. დიახ. ვიღაც სადღაც რაღაცას განიხილავდა, მაგრამ ოფიციალურად არა. ამავე დროს გერმანული მედია დღეს წერს, რომ სწორედ უკრაინაში ომმა გახადა უკრაინის შეიარაღებული ძალები ევროპის უსაფრთხოების მთავარ რეალურ გარანტად აშშ-ს არმიის ნაცვლად. ამბობენ, რომ ევროპამ სრულად უნდა გადაიფთოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობაზე აშშ-ს რეგიონის დატოვების ფონზე. ამ განცხადების ლოგიკა პირდაპირია. სანამ ამერიკული სამხედრო რესურსები ამოწურულია პარალელური ომით ირანთან, იმდენად რომ ვაშინგტონი, როგორც ჩვენ უკვე განვიხილეთ წინა გამოშვებებში, უარს ამბობს მზა რაკეტების მიწოდებაზე უკრაინისთვისაც კი. უკრაინის არმია პრაქტიკაში რჩება იმ რეალურ მოქმედ ფარად, რომელიც ფიზიკურად აჩერებს გაველურებული რუსეთის დასავლეთისკენ წინშლას უკვე 4 წელზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ეს აშკარა წინააღმდეგობაში მოდის იმ ფაქტთან, რომ მოლაპარაკებები უკრაინის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს, იმ ქვეყნისა და იმ არმიის მონაწილეობის გარეშე, რომლებიც ფაქტობრივად უზრუნველყოფენ დღევანდელ ევროპულ უსაფრთხოებას, საკუთარი ძალებით და საკუთარი სისხლით. დღევანდელ დღის კიდევ ერთი ხმაურიანი სიახლეა ევროკავშირის გადაწყვეტილება შეწყვიტოს დროებითი დაცვის მინიჭება ევროკავშირში ჩასულ სამხედრო ვალდებულ უკრაინელებზე. რა თქმა უნდა, ეს ეხება პირველ რიგში სწორედ გაწვევის ასაკის მამაკაცებს. გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. საუბარია გაწვევის ასაკის მამაკაცების კატეგორიაზე, რომლებიც ადრე ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლისას შეძლეს დროებითი დაცვის სტატუსის მიღება. ანუ ჰქონდათ ლეგალური უფლება ევროპაში ყოფნის, მუშაობის, სოციალური დახმარების მიღების, როგორც სხვა ტოლულებს. ახლა ჩამოსული სამხედრო ვალდებული უკრაინელებისთვის ეს გზა დახურულია. იდეა იმაშია, რომ გაწვევის ასაკის მამაკაცებმა უნდა დარჩნენ უკრაინაში და დაიცვან ქვეყანა და არა საზღვარგარეთ ეძებონ დაცვა. ეს პირდაპირ წერია ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში. ეს ფაქტობრივად ციტატაა იქიდან. ნიშნულოვანია აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება უკვე ძალაში შევიდა. ის 2027 წლის მარტს არ ელოდება. არა, ის უკვე ძალაში შევიდა ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების მომენტიდან. მაგალითად, ჩეხეთმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ დღევანდელი დღიდან, 5 აგვისტოდან, უკრაინელმა მამაკაცებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათ შეასრულეს სამხედრო მოვალეობა უკრაინის წინაშე. პლატფორმა Reserve+-ის მეშვეობით წინააღმდეგ შემთხვევაში დროებით დაცვას ევროპაში ჩეხეთი არ მიენიჭებს. ამასობაში კი რუსეთი აგრძელებს სიტუაციის არევას ევროპაში ახალი დივერსიებისა და პროვოკაციების საშუალებით. სამშაბათიდან 4 შაბათზე ღამით 5 აგვისტოს გერმანიაში ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში თანამშრომლებმა აღმოაჩინეს საგანი, რომელიც გავდა მოდიფიცირებულ დრონს ასაფეთქებელი ნივთიერებით პირდაპირ უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავის ან 124-ის სადგომთან. პოლიციის ანგარიშების მიხედვით უპილოტო საფრენ აპარატზე მიმაგრებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერება და დეტონატორი. ნატომ ოფიციალურად დაადასტურა მოწყობილობის აღმოჩენის ფაქტი ალიანსის წარმომადგენლის მეშვეობით და დააზუსტა, რომ აპარატს მართლაც გადაჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება დეტონატორით. გერმანული გამოცემა ბილდის ინფორმაციით, ნიტრატებზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. დრონის შიგნით აღმოაჩინეს გაუმართავი დეტონატორი, რომელიც როგორც ჩანს, ამოქმედებამდე უკვე იყო მოწყვეტილი. ანუ ფაქტობრივად, დივერსია ვერ განხორციელდა მხოლოდ ტექნიკური მიზეზების გამო და არა იმიტომ, რომ დროულად აღკვეთეს.
თავიდან აიცილეს, იმიტომ რომ უპილოტო აპარატი ფაქტობრივად უკვე დაეშვა თვითმფრინავთან ახლოს. ამიტომ იყო რეალური რისკი, რომ უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავი გერმანიის ტერიტორიაზე გადარეულ რუსებს შეეძლოთ აეფეთქებინათ. უბრალოდ დამთხოვაა, რომ ამ დეტონატორმა არ იმუშავა. ინციდენტის გამო აეროპორტის სამხრეთ ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ხოლო თავად აეროპორტის სხვათა შორის DHL-ის ერთ-ერთი მთავარი ლოგისტიკური ჰაბია ევროპაში, ბროებით დახურეს. რამდენიმე თვითმფრინავი, მათ შორის სამგზავრო ბორტი გადამისამართეს. და ეს სულაც არ არის ერთეული შემთხვევა. მხოლოდ 2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში გერმანიის აერონავიგაციის სამსახურმა გერმანიის აეროპორტებში 145 შეფერხება დააფიქსირა. დაუშვებელი დრონების ფრენების გამო და ამ დრონების ოპერატორების უმეტეს შემთხვევაში დადგენა ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ გერმანიაში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გახსნეს ახალი ეროვნული ცენტრი დრონებისგან დაცვისთვის და შექმნეს სპეციალიზებული პოლიციური დანაყოფი, რომელშიც 130-ზე მეტი თანამშრომელია. მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერჯერობით ისინი პრობლემას ვერ ართმევენ თავს. და ლაიფციგის აეროპორტში აფეთქებისგან დაცვა არა მათი მუშაობის შედეგი იყო, არამედ უბრალოდ თვით დრონში მოხდა გაუმართავობა და დეტონატორი არ ამოქმედდა. ახლა კი ყველაზე საინტერესო ნაწილი. გახსოვთ ადრე როგორ ამბობდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, რომ მისი ინფორმაციით რუსეთი ამზადებს დრონებით თავდასხმებს ევროპაზე ისე, თითქოს ეს უკრაინული დრონებია. აი ასე, დღეს გამოცემა მილიტარნი წერს, რომ მსგავსი უპილოტოები შეიძლება გამოყენებული იქნას არა მხოლოდ უკრაინაზე დარტყმებისთვის, არამედ დივერსიის ან პროვოკაციისთვის პირდაპირ ევროპის ქვეყნებში. თითქოს ეს უკრაინული თავდასხმებია. და ამ შესაძლებლობას ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვითი ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში სერგეი ფლეშ ბესკრესნოვმა. ანუ სწორედ ასეთი სცენარის ევროპაში პროვოკაციისთვის დრონების გამოყენების რისკზე, რომლებიც უკრაინულ თავდასხმებად იქნება შენიღბული, პირდაპირ საუბრობს ადამიანი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაშია. მნიშვნელოვანი იყო ნატოს სხვადასხვა ქვეყნების რეაქციაც მსგავს საჰაერო ინციდენტებზე. ეს რეაქცია საერთოდ არ არის ერთგვაროვანი. მაგალითად, რუმინეთმა საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ბევრად უფრო აქტიურად დაიწყო მტრული უპილოტო აპარატების ჩამოგდება. მაშინ როცა პოლონეთის ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის საკვანძო ქვეყნის მოქმედებები. გამოიწვია კითხვები მათი ყოყმანით. მაგალითად, შეგახსენებთ, რუმინეთის 3 ღამე ზედიზედ აგდებდა რუსულ დრონებს და ისინი იქ აღარ დაფრინავდნენ. ხოლო პოლონეთი კი ცოტა ხნის წინ მხოლოდ აკვირდებოდა იმას, თუ როგორ შეიჭრა რუსული რაკეტა ხ-101 პოლონეთის სიღრმეში 70 კილომეტრით და ველზე ჩამოვარდა. თუმცა ამ წელს ევროპელი მოკავშირეები მთლიანობაში ბევრად უფრო სერიოზულად აფასებენ გაველურებული რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეს და უფრო აქტიურად ემზადებიან შესაძლო დაპირისპირებისთვის, ვიდრე ადრე. მაგრამ როგორც ხედავთ, რუსეთი აგრძელებს ერთი მხრივ ცდილობს იპოვოს ვისთან შეიძლება შეთანხმდეს ევროპაში, ვისი მეშვეობითაც დათესავს არეულობას, როგორ გაავრცელოს საკუთარი ნარატივები ევროპაში, ხოლო მეორე მხრივ აწყობს აშკარა პროვოკაციებს ევროპის შიგნით. და ევროპა რას აკეთებს? სწორად ზღუდავს დროებითი დაცვის სტატუსის მიღების შესაძლებლობას უკრაინელი მამაკაცებისთვის. უბრალოდ ვაფიქსირებთ როგორც ფაქტს. ამაზე მრავალ წერტილს დავსვა. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწევეთ კომენტარებში. ამ გამოშვების ქვეშ გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის ღილაკს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას დროებით.